მოგესალმებით ყველას. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production სტუდიო წარმოგიდგენთ ფანების ლიგის მესამე სეზონის მორიგ მეოთხედფინალურ შეხვედრას, სადაც ერთმანეთს ხვდებიან მოყვარულთა ლიგის წარმომადგენლები და ჩვენი უკვე ორგზის გამარჯვებული თბილისის დინამოს გულშემატკივრები. და წარმოგიდგენთ გუნდებს დავიწყოთ მოყვარულთა ლიგით გოგა მაჭარაშვილი და ტატო ჩარეკიშვილი. მოგესალმებით, ბიჭებო, როგორ ხართ? საბრძოლო განწყობაზე ვებრძოლებით ტიტანებს. კი ბატონო, არ შემიძლია შეგედაო. ვისურვებთ ჩვენთვისაც და წარმატებას ვისურვებთ ჩვენ მოწინააღმდეგე. გაიხარეთ, წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა. თქვენს კი რა ხდება მოყვარულთა ლიგაში, ამასაც გითხავთ, როგორც ვიცით, წარმატებული გადავდივართ უკვე მეათსაეული სეზონი ვარ კიდევ ერთხელ აღნიშნავ და გადავდივართ ფინალურ ეტაპზე, დასკვნით ეტაპზე, სადაც საქართველოს საუკეთესო 32 გუნდი მიიღეს მონაწილეობა და ძალიან დაძაბული ბრძოლები იქნება. ეპატიზებით პრობლემით. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის და წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა, თქვენს მოყვარულთა ლიგაშიც და ფანების ლიგაშიც. და თქვენი მოწინააღმდეგე გუნდი თბილისის დინამო, ლაშა გოდუაძე და გაბრიელ ბერაძე. მოგესალმებით, ბიჭებო, თქვენ როგორ ხართ? კარგად. ახტებული მშვიდობა შეიძლება ითქვას, მესამე ჩემპიონის ტიტული გვინდა რომ მოვიგოთ, ზედიზედ მესამედ. თითოეული თამაში აქამდეც დიდ სიამოვნებას გვაინჭებდა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრაც სასიამოვნო იქნება ძალიან. ყოველი შემდეგი სეზონის შემადგენლობით უფრო და უფრო ძლიერია, რაც უფრო საინტერესოს და სასიამოვნოსთვის თამაში. კი ბატონო, მადლობა დიდი და გეთანხმებით ნამდვილად რომ წლევანდელი სეზონი კიდევ უფრო ძლიერია და ნამდვილად გამორჩეული არის, ძალიან ძლიერი მონაწილე გუნდებით, რა ვიცი, აი პირველივე ტურიდან იმდენი სენსაცია მოხდა, რომ არ ველოდით და კარგია, კი, რა თქმა უნდა, კარგია. მე მგონი შეგვიძლია რომ დავიწყოთ წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა, თქვენს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი წლევანდელი სეზონის გამარჯვებული წყვილი გაემგზავრება უკვე 2026 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების რომელიმე გასვლით თამაშზე, გარდა იმისა, რომ მიიღებს აი ამ თასსაც. ასეთი თასები, ასეთი და მსგავსი თქვენ ორი ცალი უკვე გაქვთ. და ნახე სამუდამო მფლობელობაში რომ გადადიოდა ხოლმე ესე არ გვაქვს ყოველ სეზონზე სხვადასხვას ვამზადებთ, მაგრამ ნუ ნახოთ, ყოველ შემთხვევაში შეიძლება ახალი პატრული გამოუშვეს. და ვიწყებთ უცხოური ტურით, სადაც ყველა სწორი პასუხი 1 ქულით ფასობს. მაშასე დავიწყეთ მოყვარულები დინამო პირველი, ანუ უცხოური ტურის პირველი შეხვედრა. 1985 და 1987 წელს ეს მეკარე ნომინირებული იყო ოქროს ბურთზე. World Soccer-მა მე-20 საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა. შუმახერი არ არის სწორი პასუხი. არ ვიცი, შეიძლება ისიც იყო იმ წლებში ნომინირებული, მაგრამ მე კიდევ მოყვება რაღაცა. ეხა ერთი სიტყვას რო გეცლია, მაგას აღარ ითქვა. მე შეგიძლიათ ბოლომდე მოусმინოთ. ევერტონში 17 წლიანი კარიერის განმავლობაში 751 მატჩი ითამაშა. ნაკრებში 92 კეპი დაუგროვდა. მათ შორის ორჯერ არის ნამყოფი თბილისში, ერთხელ საბჭოთა კავშირის და მეორედ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. ნევილ საუთჰოლ. ნევილ საუთჰოლის სწორი პასუხი. აი ევერტონის რომ მოგესმინა, უკვე სხვა პასუხი იქნებოდა. კი ბატონო, 1-0 ანგარიში, მაგრამ ისიც მესმის, რომ ამათთან დასწრებას არა, შანსი როგორ არა, მაგრამ დასწრებაზე თუ არ ითამაშე, ისიც მესმის, რომ ცოტა რთული იქნება. კი ბატონო, შემდეგი შეკითხვა. სელტიკის ამ ლეგენდას 3 მსოფლიო და 3 ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია. კაბოვერდელია წარმოშობით და ამბობენ, რომ არა ის 2006 წელს ბარსელონა არსენალის ჩემპიონთა, ჰენრიკ ლარსონის სწორი პასუხია. კი ბატონო, 2-0 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. ის ლივერპულში თამაშობს, რომაში თამაშობდა და მისი მეორე სახელია რამზეს. ალისონ ბეკერის სწორი პასუხია. კი ბატონო. რაღაც მამარდაშვილზეც მინდოდა რაღაცები მეთქვა. ვინ ბაცადა? ალაჰი და ალისონი იყო და რამზესმა ეგრევე გაფიტლა. რამზესი რა შეიძლება გვიპტეზე წასულიყავი გაცოდა. კაი, ესე იგი ამ იმანაც არ იმუშავა, რა ქვია, ამ ხრიკმაც არ იმუშავა. კარგი, შემდეგი შეკითხვა. მისი ხელმძღვანელობით უზბეკეთის ნაკრებმა 2020 ტიმურ კაპაძე. აი ხო, აქ დასწრებაზე ხა დაწურებული ვარ, ეს პასუხები თქვენიცით, მაგრამ ხო. აი მე დავისვენებ ისე. კაი, ესე გავიგე.
ქართულ ტურზე შემოგვიერთდე. კი ბატონო. კარგი. და უცხოური ტურის ბოლო შეკითხვა. ამ ქვეყნის ნაკრების მეტსახელი, რომ გითხრათ, მარტივად გამოიცნოთ. ამიტომ არ გეტყვით. ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ლუტონ შელტონია 35 გოლით. მატჩების რაოდენობით კი იან გუდისონი ლიდერობს. 100 ისლანდია არის. არა. ისლანდია არ არის. იან გუდისონი ლიდერობს 128 კეპით. ამ ნაკრების წევრია რომარიო უილიამსი, ვისაც ბრაზილიელი რომარიო საპატივსაცემად დაარქვეს სახელი. ნაკრებზე იმასაც გეტყვით, რომ მხოლოდ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია, რომელზეც ის სწორედ ბრაზილიელი რომარიო არ წაიყვანეს. მეც სახელს კი ახლა გეტყვით, რეგი ბოის. იამაიკა. იამაიკა სწორი პასუხია, კი ბატონო. აი პლანკონიას ვედებოდი სამეუახსენები. 5-0 ანგარიში და გადავდივართ ფოტოტურზე, ანუ უცხოური ტური ამით ამოიწურა. ჯერ წინ ძალიან ბევრი კითხვა მეგობრებო, კი იცით და შესაბამისად ანუ ფოტოტურის პირველი შეკითხვა 3-4-ზე ფოტოები, სადაც გამოჩნდება რომელიმე ფეხბურთელის, წვრთნელის, რა ვიცი, ასე შემდეგ ფოტო, პატარა ფრაგმენტი. თუ გამოისვენთ, თუ არა და მე მეორე ფრაგმენტი და მე ბოლომდე გაიხსნება. რა თქმა უნდა, აქაც არის დასწრებაც. მაშინ ასე ფოტოტურის პირველი შეკითხვა 3-4-ზე ფოტო. აბა. მხოლოდ ამ ფოტოთი ძნელია ნამდვილად. ფრაგმენტით უბრალოდ თუ არ არის პასუხი მეორე ნაწილიც გავხსნათ ფოტოსი აბა ხელბურთელი შემოგაპარეთ და რადგან არ არის გავხსნათ ბოლომდე და დავასწროთ დაასწრო მოყვარულებმა მიურა სწორი პასუხია რა თქმა უნდა არ ერგება, ეხლა მე მგონი პატივსაცემი ადამიანია და კი ერგება, რომ კიდე თამაში ჩვენ გადაცემაშიც მოხვედრილიყო. კი ბატონო და პირველი ქულა მოყვარულებს 5-1 ანგარიში. შემდეგი შეხვედრა გახლავთ საერთაშორისო მატჩი. ორი ნაკრები უნდა დამისახელოთ, რომელიმე დიდი ტურნირის მონაწილე, ორი ნაკრები, ანუ ორივე გუნდი უნდა მითხრათ. გავხსნათ პირველი ფრაგმენტი, ფოტოსი. დინამომ დააჭირა. ეს უნდა იყოს ევრო 92-ის ფინალი დანია-გერმანია. აბსოლუტურად სწორი პასუხია ევრო 92-ის ფინალი დანია-გერმანია ნამდვილად და ერთი ქულა თქვენ 6-1 ანგარიში. ხო, დანია ადვილისაცნობი იყო და იქ უკვე რაღაც შემდეგი შეკითხვა არის უკვე ორქულიანი, მეგობრებო, რადგან უკვე არის საქართველოს ნაკრებზე, ფოტოზე იქნება ერთ-ერთი საქართველოს ნაკრები და უნდა დაასახელოთ მისი მეტოქე იმ შეხვედრაში, ვის ვეთამაშებოდი. გავუშვათ ფრაგმენტი. აბა. დინამომ აიმთო უბრალოდ კარდიფის თამაში უნდა იყოს უელსი საქართველოს. რომელ ქალაქში იყო ისიც კი გითხრა მართალია. უელსი საქართველოა. ნამდვილად ვერ ვაასწარით. მე მგონი თქვენც ხოდათ პასუხი და ვერ მოასწარით. ხო. კი ბატონო, სწორი პასუხია ნამდვილად. 8-1 ანგარიში და გადავდივართ ქართულ ტურზე. ქართული ტური, სადაც მოგეხსენებათ, ყველა სწორი პასუხი ორქულად ფასობს, მეგობრებო და დავიწყოთ. ქართული ტურის პირველი შეკითხვა. მას ყველაზე მეტი მატჩი აქვს ნათამაშებზე ევროთასებზე გორის დილას რიგებში, თუმცა გორელი არაა. კარიერა სულად საფრანგეთში დაიწყო, სადაც იმ დროს ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ნაკრებში იღბლიანი დებიუტი ჰქონდა. პირველივე მატჩში გაიტანა გოლი, ზუსტად ისე, როგორც მამამისმა, რომელსაც ასევე აქვს გატანილი გოლი თავისთვისაც და ნაკრებისთვისაც. სულ პირველ მატჩში. ვიზია საუბარი? მაშინ დინამო? სანდრო გურული? სანდრო გურულია, სწორი პასუხი. ხო, მამა ეხლა რამდენი ითხრა გურულიო და დაგეჭირათ. უნდა დაგეჭირათ, ზავდიათ. 10-1 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. იქ მამაშვილზე ხო იყო, ეხლა უკვე შემდეგი შეკითხვა. ამ ძმებს ერთად მხოლოდ ერთ კლუბში უთამაშიათ. საქართველოს ფარგლებს გარეთ. სხვადასხვა დროს ორივეს უთამაშია დინამო თბილისში, უთამაშიათ დინამო ბათუმში, ტორპედო ქუთაისში, ზესტაფონში, ახალციხის მესხეთში, გორის დილაში და ბორჯომში. ოღონდ ერთად არა. ნაკრებშიც უთამაშიათ. უფროსი ძმის დებიუტი სულაც 7 წლით უსწრებს უმცროსი ძმის გამოჩენას ნაკრებში.
გრიგალაშვილები, რა თქმა უნდა, შოთა და ელგუდა გრიგალაშვილები არიან და ერთადერთი კვიპროსში აქვთ ერთად ნათამაშები ეთნიკოში. სწორი პასუხია 10-3 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. ის ერთადერთია თასების მფლობელთა თასის ფინალის მომგები დინამო თბილისიდან, ვინც საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშა. ისმეთ? თუ არ მეშლება უნდა იყოს ვაჟაჟვანი. არ არის ვაჟაჟვანია, სწორი პასუხი. მისი თანაგუნდელები შევარდნილნი 1906-ში ვაჟაჟვანია და გოჩა ჯოხაძე, თუმცა მათი ლეგენდარულ ფინალში არ უთამაშიათ. ასევე იმ შევარდენის წევრი იყო ლევან ყიფიანი, ვის მამასთან ერთადაც მან 13 მაისის დაუვიწყარი ღამე აჩუქა ქომაგს. დინამოს რომელ ფეხბურთელზე გეკითხებით? ცავა. არა, ცავა არა, ნუკრი კაკილაშვილია, სწორი პასუხი. ანგარიში დარჩა უცვლელი. და შემდეგი შეკითხვა. იგი დინამო თბილისის პირველი უცხოელი მწვრთნელი იყო. წარმოშობით უნგრელ გერმანელი გახლდათ. ტრანსილვანიაში იყო დაბადებული და საფრანგეთის მოქალაქე. თუ ავსტები საუბარია 30-იანი წლების ჟიულ ლიმბექსია საუბარი. კი ბატონო, ნამდვილად ჟიულ ლიმბეკია სწორი პასუხი და 12-3 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. ჩამონათვალ სულა მოусმინეთ. ელდარ გვასალია, კოლხეთი ხობი, მიხეილ ჯიშკარიანი, ცხუმი, გელა გაბისონია, ოდიში, თამაზ ციცქიშვილი, დილა, ირაკლი კალუჟა, კახეთი, მალხაზ არზიანი, კოლხეთი 1913, გიორგი დემეტრაძე, დინამო თბილისი. დაფიქრდით და მითხარით რა აკავშირებს ამ ფეხბურთელებს და რატო გითხარით თუ რომელ კლუბებში თამაშობდნენ. აბა, თუ გახსოვთ? საიუბილეო გოლი. საიუბილეო გოლი გახსოვდა? თუ ვა, და ყოჩახ, საიუბილეო გოლების ავტორები იყვნენ ნამდვილად. ესეთი რაღაც მიყოლებით, რა ვიცი, 1000-ზე, 2000-ზე და ასე შემდეგ და ეს კლუბები იმიტომ ვთქვი, რომ იმ კლუბებში თამაშობდნენ იმ მომენტში, როდესაც ეს საიუბილეო გოლები კი ბატონო, 12-5 ანგარიში და გადავდივარ შემდეგ რუბრიკაზე, რომელიც გახლავთ სარბიელის არქივი. სარბიელის არქივში შემოგთავაზებთ ხოლმე ძველი სარბიელებიდან რაღაც ამონარიდებს და შესაბამისად კითხვასაც დავსვავ. ჯერ დავსვავ შეკითხვას პირველი უცხოურ თემაზე, სადაც ერთქულიანია პასუხი. ვისზე საუბრობდა 1996 წლის საახალწლო გამოშვებაში თენგიზ სულაქველიძე და ფოტო თუ შეიძლება გავუშვათ. რა იყო იმ ვიღაცის ყველაზე გამორჩეული თვისება? ბურთის ფლობა. არ მოგწევი, კაი, ახლა წავიკითხავ. ბურთის ფლობა. კაი. გისმენთ? კი არის ლარსი. კი, სწორი პასუხია. სწორი პასუხია. მარადონა უნდა მეთქვა, რადგან მარადონა დავინახე, კი არის. აჰა, ანუ მოასა. ვა, ნახე ეგეც მარადონა წინააღმდეგაც მითამაშია. კი, ანუ წავიკითხავ მაგის ბურთი რომ მიიღო, ვეღარ დავინახევ. აქედან მოუარა იქიდან, მაგრამ ბურთი აღარ ჩანდა. კვადარ კინა იყო, მარადონას წინააღმდეგაც მითამაშია, ზიკოს წინააღმდეგაც. სხვა ცნობილი ფორვარდების დამიჯერია, მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს. კი, თავსავი მასწრე, მაგრამ მის დაჭერა შეუძლებელი იყო, ასე საუბრობდა ჭომა პრებენ ელკიარ ლარსენზე, ნამდვილად სწორი პასუხი იყო, ყოჩახ და 12-6. შემდეგი შეკითხვა უკვე ქართულ თემაზეა და ორქულიანია. წავიკითხავ ჯერ 1999 წლის 23 ნოემბრის სარბიელში ვით ჯორჯია არსენალის მიმოხილვაა. ფოტო თუ შეიძლება. ისე ერთი ნახტომი ვიღაცამაც გაჭირდა. კვირკველია საშუალო მანძილიდან დარტყმოს ვიტელთა მეკარე თითის წვერებით ხა მისვდა და კუთხურზე მართლაც გაჭირვები გადააგდო. გისმენთ? მამარდაშვილი სწორი პასუხია. ნამდვილად მამა მამარდაშვილი, რომელიც ვით ჯორჯიაში თამაშობდა, სწორია ზუსტად იმ პერიოდში. 12-8 გახდა ანგარიში, 4 ქულამდე შემცირდა სხვაობა მეგობრებო და გადავდივართ ქალაქობანას. ქალაქობანა, სადაც მოკლედ ერთნაირი პასუხების შემთხვევაში თითოეულ ქულა გეწერებათ და თუ რომელიმე გუნდს არ ექნება პასუხი, ან არასწორი პასუხი ექნება და მეორე გუნდს სწორი პასუხი ექნება, 3 ქულა გეწერებათ. ქალაქობანაში პირველ, ანუ მე ვსვავ კითხვებს, ანუ სტოპ აქ არ არის, იმიტომ რომ ბოლომდე კითხულობ კითხვებს.
და ნახოთ ლოტოტრონი დავატრიალოთ და პირველი რა ასვამოვა დოლურაზე შევხედოთ. C. ასო ბგერა C. კი ბატონო. ნაკრები. ამ ქვეყნის ნაკრების ღირსებას იცავს ჟოფრი კონდოგბია, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებში თამაშიც მოასწრო. ამ ქვეყნის ნაკრების ღირსებას იცავს ჟოფრი კონდოგბია, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებში თამაშიც მოასწრო. კლუბი. ამ მაკედონიურ კლუბს ინტერტოტოს თასზე ფოთის კოლხეთი ეთამაშა 1999 წელს. ამ მაკედონიურ კლუბს ინტერტოტოს თასზე ფოთის კოლხეთი ეთამაშა 1999 წელს. უცხოელი ფეხბურთელი. ამ გერმანელს ნაკრებში პირველი გოლი საქართველოს კარში აქვს გატანილი. თუ ვერ გაიხსენეთ, დაგიმატებთ, რომ მილანში და ლივერპულშიც უთამაშია. უცხოელი. ამ გერმანელს ნაკრებში პირველი გოლი საქართველოს კარში აქვს გატანილი, თუ ვერ გაიხსენეთ, დაგიმატებთ, რომ მილანში და ლივერპულშიც უთამაშია. ქართველი ფეხბურთელი. სანაკრებო დონეზე მას ორი სხვადასხვა ნაკრების შემადგენლობაში გაუტანია. DST-ს სახელით ინგლისს გაუტანა, საქართველოს სახელით პოლონეთს. სანაკრებო დონეზე მას ორი სხვადასხვა ნაკრების შემადგენლობაში გაუტანია, DST-ს სახელით ინგლისს გაუტანა, საქართველოს სახელით პოლონეთს. დამწვრთნელი. ამ პერუელს საქართველოში უმუშავია თბილისის ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელად. ამ პერუელს საქართველოში უმუშავია თბილისის ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელად. ბაშასე, ანგარიში გვაქვს 12-8, ხო? და ვაჩვენოთ აბა ისინი, რა ქვია, კამერებს ვაჩვენოთ, რაინც რო შევსებული გვაქვს სრულად და შევხედოთ. კონდოგბია, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას სწორი პასუხია. ნამდვილად თითო ქულა 13-9 არის ანგარიში. კლუბი, რომელსაც ფოთის კოლხეთი 1999 წელს ინტერტოტოსთან ცემენტარნიცა, სწორი პასუხი, ვერ გაიხსენა. გოგამ შემოირტყა თავში ხელები, ახლა გაახსენდა. 16-9 ანგარიში. უცხოელი ფეხბურთელი, რომელსაც სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებში აქვს პირველი გოლი. კრისტიან ციგე, სწორი პასუხია 17-10. ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისს გაუტანა DST-ს სახელით და პოლონეთს თქვენ ცხადაძე, ცხადია. 18-11 და პერუელი მწვრთნელი, რომელსაც საკარიასის სწორი პასუხია. 19-12 ანგარიში. თუმცა ყველაფერს გადაწყვეტს ბოლო ეტაპი, ქალაქ ობანასი, სადაც უკვე არ გეუბნებით რა ასოზე იწყება პასუხები. კი ბატონო, ერთი ქალაქ ობანა, არ გეუბნებით რა ასოზე იწყება, თქვენ თვითონ უნდა გამოიცნოთ. ოღონდ გეტყვით, რომ ყველა პასუხი ერთი და იგივე ასოზე იწყება. მაშასე ქვეყანა, ნაკრები. ამ ეგზოტიკური ქვეყნის ნაკრებთან საქართველოს ნაკრებს 2017 წლის ზაფხულში ამხანაგური მატჩი 3-0 აქვს მოგებული. ამ ეგზოტიკური ქვეყნის ნაკრებთან საქართველოს ნაკრებს 2017 წლის ზაფხულში ამხანაგური მატჩი 3-0 აქვს მოგებული. კლუბი. ამ იტალიური კლუბის რიგებში ლუკა ლოჩოშვილს უთამაშია. ამ იტალიური კლუბის რიგებში ლუკა ლოჩოშვილს უთამაშია. უცხოელი ფეხბურთელი. ერთ ცნობილ ვირუსულ ვიდეოში იოჰან კრუიფი ცდილობს მსოფლიო ჩემპიონატის ამ ბომბარდის სახტომი თოკის ლახტის სწორად გამოყენება ასწავლოს. ერთ ცნობილ ვირუსულ ვიდეოში იოჰან კრუიფი ცდილობს მსოფლიო ჩემპიონატის ამ ბომბარდის სახტომი თოკის ანუ ლახტის სწორად გამოყენება ასწავლოს. ქართველი ფეხბურთელი. 2012 წელს სწორედ იგი გახდა ფინეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. 2012 წელს სწორედ იგი გახდა ფინეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. და მწვრთნელი. მისი მწვრთნელობით იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა და პენალტებში წააგო. მისი მწვრთნელობით იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა და პენალტებში წააგო. მაშასე დავასრულეთ, მეგობრებო, ვაჩვენოთ თუ შეიძლება, აბა როგორ ვარ? ხო არ აცდით, აბა ვნახოთ. პირველივე კითხვა გამოაჩეს, მე მგონი, აგარში გვაქვს 19-12 და დავიწყოთ. ნაკრები, რომელსაც 2017 წლის ზაფხულში ამხანაგური საქართველოს 3-0 მოუგო. სენტ-კიტსიდანევიცია, კაბოვერდე. სიბილაძე რო გახდა იქ ჩემპიონი, მაგ დამცეცხლა. ხო, არა, მან კაბოვერდეს იქამდე მე მგონი ახლა წელს რო ვეთამაშეთ, იქამდე მე მგონი არც ხო გითამაშია. ანუ 3 ქულა თქვენ 22-12 იტალიური კლუბი, სადაც ლუკა ლოჩოშვილს უთამაშია.
სალერნიტა თქვენ მაგრამ აზრია. თქვენ არ გიწე, ანუ თქვენ სხვა იმაზე წახვეთ. კარგი ბატონო, ანუ ყველა შესავალი კლასოზე გაქვს ყველა. გასაგები. ნუ სალერნიტანა ვირუსულ ვიდეოში ვის ასწავლის? სტოიჩკოვს ასწავლის ტომას, რომელმაც არ იცის. ფინეთის ჩემპიონი საუკეთესო ბომბარდირი. სირბილაძე გახდა, კი ბატონო. კაზე რო არ იყო სირბილაძე ხო არ იყო მეთქი მერენი ხო. მე ხო, კი. აი ახლა მაგიტოამ ზაკურული ეს ბოლო. დამთავრებული ქონდა, თუმცა აზრი არ ქონდა. კი ბატონო, დამწვრთნელი არიგო საკის სწორი პასუხია შესავალისად 15 ქულად აგემატათ თქვენ და გილოცავთ ნახევარფინალში გასვლას და ძალიან დიდი მადლობა მოყვარულთა გუნდს ძალიან კარგი თამაშისთვის, მართლა ძალიან ბევრი კარგი კითხვის აღებისთვის. წინა ძალიან კარგი პირველ ეტაპზე ძალიან მაგარი თამაში აჩვენეთ, ახლაც ძალიან კარგი თამაში აჩვენეთ, მაგრამ აი ბოლოს ეს ხო ზაკურულმა ტურმა მოკლედ თავისი როლი ითამაშა. თუმცა ბიჭებსაც ყოველ შემთხვევაში ყველაფერი სწორად ეწერა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ, იმედი მაქვს რომ შევხვდებით კიდევ აუცილებლად და თბილისის დინამოს ულოცავ უკვე მესამედ ნახევარფინალში გასვლას და წარმატებას გისურვებთ, თქვენ გელოდებათ ფოთის კოლხეთი ნახევარფინალში. ერთგვარი ისეთი ის იქნება, რა ქვია, ეროვნული ჩემპიონატის პირველივე მატჩის ხო გამეორება იქნება, ასე ვთქვათ. ხუთივეზე თქონდა. გილოცავთ მოკლედ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი წლევანდელი სეზონის გამარჯვებული გუნდი წყვილი გაემგზავრება 2026 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების რომელიმე გასვლის შეხვედრაზე. ჩვენი პროექტის წარმომადგენელი კი გახლავთ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და სპორტს პროდაქშენ სტუდიო. მე ერთი კვირით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.